მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. დღეს გადაცემაში საინტერესო ადამიანთა პორტრეტები მართლაც და საოცრად საინტერესო და განსაკუთრებული ადამიანები უნდა წარმოგიდგინოთ. ჩემო ძვირფასებო, როგორც მოგეხსენებათ, ქართულ ებრაულ ურთიერთობას ბადალი არ ახავს სამყაროში. ეს ის ღვთაებრივი ფენომენია, რომელიც 26 საუკუნეა მყარად მოდის და დღემდე ამოუცნობია და რაღაც მისტიკურ ფენომენადაც კი იქცა. დიახ, ჩემო ძვირფასებო, დღეს ჩვენთან სტუდიაში გვეწვივნენ საოცარი ადამიანები, ქართველი ებრაელები, ისრაელში მოღვაწე დიდებული პიროვნება, ქორეოგრაფი, ანსამბლ შალვას სამხატვრო ხელმძღვანელი, დამფუძნებელი ბატონი დავით ეფრემაშვილი და მისი ძვირფასი ვაჟი, ბატონი შაი ეფრემაშვილი. მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო ადამიანებო. მე გულწრფელად მინდა გამოვხატო ჩემი დამოკიდებულება თქვენდამი, იმიტომ რომ მე თვითონ ისეთ ქალაქში გავიზარდე, ქუთაისში, სადაც ეს ებრაელობა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო. მთელი ჩემი ბავშვობა, ჩემი მოწიფულობა, ასე რომ ვთქვათ, და სტუდენტობაც კი დაკავშირებულია ებრაელობასთან. მე მყავდა ძალიან ბევრი ქართველი ებრაელი მეგობარი, რომელსაც აი უცრემლოდ და უემოციოდ ახლაც ვერ ვიხსენებ. იმიტომ რომ ჩვენ საერთო თანაცხოვრებით ვცხოვრობდით. ჩვენ მყავდა საერთო სამეგობრო. ერთ სასწავლებელში, ერთ ინსტიტუტში ვსწავლობდით და ეგ იყო მართლაც სულ სხვა ურთიერთობა, სულ სხვა დამოკიდებულება და მართლაც ფენომენალური დამოკიდებულებები, რაც დღეს სამწუხაროდ სხვა სამყაროში არ არის. ეს არის მხოლოდ ქართველებსა და ებრაელებს შორის. მე მიხარია და მადლობა მინდა გადაუხადო ჩემს ძვირფას მეგობარს, რომელიც აქ იმყოფება ახლა და ცოტა გვიან შემოგვიერთდება, ჩემს ძვირფას თამუნა მელიქიშვილს, რომელმაც გამაცნო თქვენი თავი, დამაკავშირა თქვენთან და დღეს მე თქვენ გმასპინძლობთ. ბატონო დავით, თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც საოცარი გენეტიკური კოდი აქვს ჩადებული. როგორც პროფესიონალს, როგორც ქორეოგრაფს გეკითხებით, თქვენ მოდიხართ სულ სხვა წიაღიდან. წიაღი, რომელსაც ქვია ქორეოგრაფიული სამყარო. თქვენი მამა ცნობილი ქორეოგრაფი იყო, ბატონი შალვა ეფრემაშვილი, რომელიც თავისი მოღვაწეობით მართლაც დასამახსოვრებელი ფიგურა არის აი ამ სფეროში. მე ძალიან მინდა ახლა თქვენთან საუბარი სწორედ მამათი დავიწყო. თქვენი მამისგან, ბატონი შალვა ეფრემაშვილი, რომელიც დაიბადა, გაიზარდა სენაკში, მაშინდელ ცხაკაიაში, რომელიც ჩვენ თაობასაც ძალიან კარგად ახსოვს და მიამბეთ მოკლედ მამის შესახებ. კი ბატონო, ჯერ მინდა მადლობა გადავუხადო თქვენ ტელევიზიას, რომ აქ ვიყოფებით ჩემი ძალები კიდევ ბევრია ისრაელში. დღეს ჩამოსული ვარ ჩემი შვილით, ჩემი მოსწავლეთი, მაგასაც გაიცნობ ცოტა ხანში. და მამაზე საუბარი, მამას როცა ვიხსენებ, ცოტა ემოციებში შევდივარ და წრემლები მოდის და ეხლა ჩემი თეატრალური ქცევით ეგება მოუგო ამ ფსიქოლოგიულით ჩემ ტანს და ფიქრებს. მესმის. ცოტა ამოვისუნთქებ. მაპატიეთ, მაგრამ მე აუცილებლად მამა უნდა მეხსენებინა, იმიტომ რომ თქვენ მისი შთამომავალი ხართ და აი ამ ღირსეული პიროვნების შთამომავალი ხართ, რომელსაც ძალიან კარგად იცნობს ჩვენი ქართველობა. თელი სამეგრელო, თელი ცხაკაია, თელი სენაკი დღეს. იცის ვინ არის დღეს დღეომდე ციციან შალიკო ეფრემაშვილი, შალიკო მასწავლებელზე ლაპარაკობენ. ყოველთვის მე მგონია თელი სენაკი, თითქმის თელი სენაკი მამის გაზრდილები არიან, რა თქმა უნდა, იქ იყვნენ ქორეოგრაფები, სულ ყველა ზოგი ცოცხლებია, ზოგი არ არიან და მამა იყო შალიკო ეფრემაშვილი, რომელმაც დაიბადა ცხაკაიაში, გაიზარდა
ბატონ გელა მატახერიასთან იქ ისწავლა ცეკვა, ქართული ცეკვა. და ბებიადან მახსოვს, როცა ბებია ლაპარაკობდა მამაზე, როცა ძალიან მაგარი მოცეკვა იყო მამა შენიო, ყოველთვის ასე მიყვებოდა. და აი 12 წლის რო იყო პირველი დადგმაო მაგან გააკეთაო თავის ანსამბლშიო პირველი 12 წლის უკვე ქორეოგრაფიას მოკიდა ხელიო გაიგე და ებრაელებს საქართველოში თუ მაგარი არიყავი ვერ ჩაგაყანებდნენ ხო აი ისეთ დასში და ისეთ იმაში ესე მაგარი იყო მამაო გაიგე ძალიან მაგარი იყო რომელი სიმაგრით ქართული ცეკვა იცეკვა ქართველმა ებრაელმა ქართული ცეკვა მიცეს. საოცრება. ხო, აი ბებია ასე ლაპარაკობდა, რომ აი მამა შენმა იცეკვა, სოლისტი იყო ქართული ცეკვისო. ქართული ცეკვა. ქართველმა ებრაელმაო ეს სურათი მაქვს მე ჩამოყიდული დედასთან ოჯახში, რომ ცეკვამს მედიკო ბაღათურიასთან. აი სახელებიც მახსოვს. პარტნიორი იყო ქალბატონი. პარტნიორი ქალბატონი მედიკო ბაღათურია იყო პარტნიორი მამის და იქ თეთრი ჩოხით და მე მგონი იყვენ ან ბერლინში იყვენ თუ რუსეთში იყვენ არ ვიცი ეს იყო გასტროლებზე და იქ მამა შალიკო ეფრემაშვილი ქალბატონ მედიკო ბაღათურიასთან ცეკვამდნენ ქართულს და თელი მომღერლები და მოცეკვაები იდგენ და უყურებდნენ ამ ცეკვას ეს სოლისტები იყვენ და ეს ძალიან დაფასება იყო ბები ამბობს ძალიან დაფასება იყო რომ მიიღო ეს ქართული ცეკვა და ძალიან დიდი მოცეკვა იყო და ამაზე ახლა რო ვილაპარაკო კიდო დღეს მამის გაზრდილები და ყველაზე ვინ შემორჩა მამის გაზრდილს ეს არის დღეს სენაკში ბატონი სტემურ გოგინავა თუ გოგინავა რო დღეს ის დიდი ქორეოგრაფია და იმას აღზრდილი შალვა ეფრემაშვილი გაზრდილი და მყავდა 45 წლის იუბილე რო გადავიხადეთ ისრაელში ჩამოვიყვანე დავიპატიჟე სტემური გოგინავა მისი მოსწავლეები ზვიად ბასალია რო დღეს ქორეოგრაფია გიორგი კორშია და ჩამოვიდნენ და ნახენ შალიკო ეფრემაშვილის ანსამბლი საოცარი რაღაცა ხდებოდა ჩვენ ქალაქში გაიგე დიდებული რამ არის მე მესმის თქვენი ემოციები მაგრამ ეს არ არის აბსოლუტურად გასაკვირი იმიტომ რომ წარმომიდგენია თქვენს ადგილას თავი ეს რამხელა გრძნობა ბატონ დავით მე მინდა თქვენ ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ უპირველეს ყოვლისა იმისათვის რომ მე ვიცი ჩემი მეგობრისგან თამუნასაგან რომ თქვენი შვილები საოცრად საუბრობენ ჩვეულებრივად გამართულად ქართულ ენაზე და ეს არის აბსოლუტურად ოჯახის და უპირობოდ და ცალსახად თქვენი დამსახურება ბატონ დავით როგორ შეძელით ეს რომ ისრაელში დაბადებულ ბავშვებს აი ესე ქართული ენა ასე შეაყვანეთ და ასე შეანარჩუნებინეთ ეს ფენომენი რასაც ქართული ენა ქვია მე მიზანი იყო ჩემი ყოველთვის რომ შვილები მეყოლებოდა რომ ქართულად გამეზარდა ჩემი შვილები მარტო ცეკვაში კი არა ლაპარაკით სიმღერით ჩემ მანქანაში ყოველთვის ქართული სიმღერები ისმის ჩვენ ქართულად ვლაპარაკობთ ოჯახში ქართულად ვიზდებოდით ებრაელები ვართ ოღონ სულ ქართული ქცევა ქართული ჩაცმა ქართული ტრადიციები ეს მამიდან მოდის ყველაფერი ჩემი შვილები სცენაზე გაიზარდნენ როგორც მე 6 წლის ვიყავი რომ ჩავედით ისრაელში რომ დავტოვეთ ხაკაია და მამასთან რომ დავიწყე მუშაობა ესა სწავლა 18 წლამდე სანამ ჯარში წავედი 3 წელი ჯარი მოვიარე მანამდე ცეკვამდი გამოვდიოდი შალიკო ეფრემაშვილის შვილი ვიყავი ვამაყობდი ამითი ერთი შვილი ვარ არ ძმა არც და ამითი ხო უფრო მეტად ვიყავი ხო და დედის ერთად და რასაც მოვითხოვდი ყველაფერს აკეთებდი და ბატონ დავით იცით რა მაინტერესებს თქვენ ახლა წერან ახსენეთ რომ 6 წლის იყავით როდესაც წახვედით სენაკიდან საერთოდ 6 წლამდე ახლა ბავშვს მახსოვრობა დიდად არ აქვს ჩამოყალიბებული მაგრამ გახსოვთ რაიმე სენაკიდან კი ჩემი სახლი მახსოვს ბაზარი მახსოვს ბაღი მახსოვს ჩვენ სახლთან იყო მეორე სახლი ერქვა ნიკუშაძია ის აღარა უკვე ცოცხალი იყო ერთხელ რომ ჩამოვედი პირველად ნახე ის კაცი მე ცოცხალი იყო მაშინ ეს იყო 2001-ში მე მგონია პირველად რომ ჩამოვედი მაშინ და მე მახსოვს პატარა რო ვიყავი
ნიკუშაძიას ბაღში იყო ყურძნები იზრდებოდა, გაიგე და პატარა რო ვიყავი წვიდამდი ერთს და ეს ჭამდი მე მახსოვს ეს. ეს შემორჩა თქვენს მახსოვს. ჩემი ბაღი მახსოვს. საბავშვო ბაღი? საბავშვო ბაღი მახსოვს, სადაც მამა რეპეტიციებს ატარებდა, ის მახსოვს აი ასე რომ ოღონდ ვერ შევიდოდი და მახსოვს მამის მოცეკვა, ისიც ქართველი ებრაელი, რომ ჩამოვიდა კიდო ჩვენ ქალაქში, მამასთან ცეკვამდა საქართველოში ცხაკაიაში, მე ჩვენთან ჩამოვიდა ჩვენ ქალაქში და ის მიყვებოდა, დათო, მამა შენთან ვერავინ ვერ შევიდოდა რეპეტიციაზე. გასუსუნებული იყო ყველაფერი, ისეთი მკაცრი იყო მამაო და მე რომ გაბრაზება მინდოდაო მამაშენს, ოღონდ დანახება არ მინდაო რომ მე მიბრაზდებოდაო. შეგაგდებდიო იმაშიო აი დარბაზში და გავიქცევოდიო გაიგე და რო გამოიხედამ და კარი რო გაიღებოდა რო დაგინახამდაო ვინ მოიყვანა ეს ვაკანეო აი დაიწედა ჩემზე ამბობდა ეს მიყვებოდი როგორ არის შემორჩენილი მაგ კი ეს მახსოვს ყველაფერი მახსოვს მუსიკოსები მახსოვს აი დღეს ცოცხალია კარლო ჯაიანი მამის მუსიკოსი აჰა რომელიც უკრავდა ეს უკრავდა გარმონზე მედოლები კიდო ყველა გავიცანი ყველას ჩავეხუტე სამჯერა ვარ ჩამოსული ჩემი ანსამბლით საქართველოში აჰა სოლო კონცერტები მაგა აი აქაც მაგ გავლილი სოლო კონცერტი 3 წლის წინ იყო როდის იყო ეს ხო 3 წლის წინ კულტურის ცენტრში აბა 50 წლის იუბილე ჩავატარეთ დავიწყე პირველი სენაკიდან სადაც დავიბადეთ სადაც მამამ გაზარდა შვილები იქ გაზარდა მოცეკვაები და იქ ოცნება იყო იქიდან დამეწყო იმ თეატრიდან პირველი იქ ჩავატარეთ მე აქ არტოლში მოვედით თბილისში და მე ისრაელში გავაკეთე 1 წლის წინ. ომმა ცოტა შეგვიშალა რაღაცა და მაინც ჩამოვაყალიბე დიდი კონცერტი, სოლო კონცერტები. თქვენი დიდი ძალისხმევითაა და ესა ჩვენი ქართული ტრადიცია ვაგზელებთ ამას მამის რაც მამამ მასწავლა და შემასწავლა ძალიან ლამაზად ყველაფერი. საოცარია ეს ყველაფერი და დიდებულია რომ ეს გრძელდება და ეს შთამომავლობაზე გადადის. ახლა ჩვენ აქ შესანიშნავი ვაშკაცი გვიზის, აი რო შემოვიდა და ისე დადებითი ენერგეტიკა შემოიტანა იმ წუთში. შაი ეფრემაშვილი. შაი იცი რა არის? აბა მე შაის პატარა ისტორიას მოგიყვები. შაი რო დაიბადა, მამა იყო ძალიან ცუდად. აი მამა გადაიცვალა 57 წლის ბრძანდებოდა. ოი ესეთი ახალგაზრდა. ეს იყო 28 წლის წინ. 27 წლის წინ. 27 წლის წინ. და ცუდად იყო ძალიან მამა, იმედი არ ქონდა უკვე ექიმებიდან. და დაიბადა შაი. შაის ჩვენთან ებრაელობაში 8 დღის მერე ინათლება ბიჭი. აჰა. ნათლამთ ბიჭს. დაბადებიდან. 8 დღის მერე 8 დღეს შეუსრულდება და იმ მერვე დღეზე ინათლება ბიჭი. ებრაულად ინათლება. იმ დღეს მამა გადაიცვალა. აი, ნათლის დღეს 9 საათზე დილას მამა გადაიცვალა და 3 საათზე ნათლობა ჰქონდა. სემი იყო, დარბაზი მქონდა აღებული ყველაფერი ახლა ვინ წარმოიდგენდა რომ მამა იმ დღეს გადაიცვალა გაიგე და ხალხი მოდიოდა გვილოცამდა და ჩვენ ტიროდით ვერ გაიგეს სანამ არ ჩამოვიდნენ ჩვენ ქალაქში ვერ გაიგეს რომ შალიკო ეფრემაშვილი აღარაა გაიგე აი სიხარულის მაგივრად ტიროდა ხალხი ტიროდა 300 კაცი მოვიდა შაის ნათლობაში და იქ ტიროდნენ ხალხი მე ვტიროდი ჩვენმა რაბმა აგვიშალა ნათლობა უნდა ჩატარდესო და მე უნდა მიიღო აბელობაო გაიგე აი ეს წლიანი გლობა რო გვაქვს აი ეს წლიური ისა აჰა და ასე ჩავატარეთ ყველაფერი და ახლა შაის დაბადება იყო კავშირი აი როგორ ადამიანი გადაიცვალა შაი დაიბადა და ეს ჩვენმა დიდმა რაბმა გითხრა ეს სულების შეცვლა იყო გაიგე აი იმან დატევა ეს გამოაგზავნაო გაიგე ახალი სიცოცხლე ემატება გაიგე ამ იმას ეგრე ის არ შერდება უკვე გრძელდება ბაბუამ დასტევა შვილიშვილის სიცოცხლისთვის გაიგე აი ეგრე იყო და დათმო თითქოს სიცოცხლე დათმო ეგრე იყო თავისი მომავლისთვის ეგრე იყო აი ახლა ესეთი ბიჭი რო გვიზის აქ ამისი ხმა უნდა გავაგონო ჩვენს მაყურებელს და ამისი საუბარი ქართულად შაი შვილი ახლა რა მინდა რო გკითხო უპირველეს ყოვლის აი რა შეგრძნება იყო აი ასეთი ადამიანების შთამომავალი
დიდი შალვა ეფრემაშვილის და შემდეგ აი ასეთი ღირსეული ქართველი ებრაელი კაცის დავით ეფრემაშვილის შვილი ხარ ეს სტატუსიც არის ერთი მხრივ და მინდა შენგან გავიგო ეს აი როგორია აი ესეთი კაცის შვილობა ხო ძალიან მაგარია ხო ძალიან მაგარია და მე როგორც ვიცი აგრძელებ ამ ყველაფერს იმ დიდებულ ტრადიციას რასაც საფუძველი ჩაუყარა შენმა ბაბუამ იმ ღირსეულმა კაცმა შალვა ეფრემაშვილმა ბატონ დავით ქორეოგრაფია აბარა პროფესიონალი დიპლომით ქორეოგრაფია ქალბატონმა თამუნამ და ბატონმა ალეკო ქართველიშვილმა მიცეს ის დიპლომი ყველაფერი დაგვასაჭიროა სცენაშიც და ისრაელშიც. და რა თქმა უნდა თქვენ გაზარდეთ და გაიზარდა სცენაზე. სცენაზე. ეს ამის დაბადება და ამის შეგდება სცენაზე ერთი იყოსიო. გენაცვალე ერთი ორი სიტყვა გითხარი შაი. ხო. მე ბავშვიდან ეს სულ უყურებდი ამას თელევიზორში. ხედავ სულ ქართველი ენა, ცეკვა. ხო. სიმღერა ეს სულ ჩვენთან იყო სულ თქვენთან ხო სულშია ეს ხო ებრაელში ხო ისრაელში დავიბადე მე კი და ებრაელი ქართველი ვარ დიახ სახში მე ქართულად ლაპარაკობდი რეპეტიციაზე ქართულად ცეკვამდი მე კიდევ უკრამ დოლზე უკრამ პროფესიონალი დონეზე უკრავს საქართველოს რომ მოეწონება. გენაცვალე. მე ივრიტული ვისწავლე სკოლაში, ბაღში, ამხანაგებთან. სახში სულ ქართველია. შემოგესწრაფა. ქართულად ლაპარაკობთ. ქართულად ლაპარაკობთ. ანუ დღესაც ქართულად საუბრობთ. აბა, შვილიშვილებს ქართული უნდა გადავაბათ. ბიაჩემთან. ეს არის ბაბუა ჩემთან. ღმერთო დიდება, სასწაული რამეა, საოცრება. მადლობა ბატონ დავით, თქვენ მადლობა. ეს ბიჭი რო ასეთია, აი ასეთ ვაშკაცად რო გაზარდეთ. მადლობა, თქვენ აი ვზივარ ეხლა აქ და ვარ ამაყი. იმიტომ რომ აი ის ჩემი ბავშვობა, რომელიც აი ამ ებრაელებთან იყო დაკავშირებული და რომელთა გარეშეც მე მართლა ვერ წარმომედგინა. ჩემი ცხოვრება 1-2 ისეთი ებრაელი მეგობარი მყავდა და ისე მიხარია რომ ეს ქართულ ებრაული ურთიერთობა აი ეს ფენომენი დღესაც აი ასეთი ქუთაისელი ებრაელები ძალიან მაგარი ხალხი არიან ჩვენთან ისრაელში გენაცვალეთ იქ ქუთაისში იყო ერთი ქუჩა დღესაც არის შაუმიანის ქუჩა სიმღერაცაა დაწერილი დიახ აი ეს ქუჩა სულ ებრაელებით მე ქუთაისელი ბიჭი ვარ შაუმიანზე დიახ და აი არ ვიცი ძალიან დიდი მადლიერება მინდა გამოვხატო ყველაფრისთვის და აი უპირველეს ყოვლისა იმისთვის რომ ეს ასეთი ბიჭი გყავთ და ესეთი ვაშკაცია ეს აი ხლა როგორ არის ბატონ დავით შაის თავისი ჯგუფები აქვს თუ თქვენ ხო ერთი ანსამბლი ახლა ეს შალვა ქვია ამ ანსამბლს აი ახლა რამდენიმე სიტყვით აი ამ ანსამბლზეც გვესაუბრეთ კონკრეტულად ანსამბლია რამდენი ბავშვით არის დაკომპლექტებული ეს ანსამბლი ჩვენ 60 ბავშვი ყავს ახლა ანსამბლში იყო დრო 120 მყავდა იყო ნელა ეს მე მგონი ცოტა გადადიან სხვა რამეებზე, იმიტომ ჩვენთან ძალიან ძნელია ამ ქართველობაზე აღზრდა, ვისაც სისხლში არ გაუჯდის ეს სიცოცხლეებში, ეს მშობლები არ მოიყვანს, გაიგე? იმიტომ იქ ბავშვები სხვანაირად იზრდება. ძალიან ძნელია, ვისაც უკვე შეუვა ტანში ეს სიყვარული არ დატევს. შეისის ხორცს ეს აბარა რო გაიგებს მე ქართველი ებრაელი ვარ ქართველობას სხვანაირი ქცევა უნდა გაიგე ებრაელობას სხვანაირი ქცევა უნდა და გულში უნდა იყოს შემოგელი გულში უნდა იყოს ვაიმე გენაცვალე მაგ ოქროს გულში გენაცვალე შემოგელი და ისა შაი აი ახლა როდესაც ანსამბლს აი ამეცადინებ აი ბავშვებთან როცა კონტაქტი გაქვს იმათანაც ქართულად ხდება ეს ურთიერთობა კი აი რას გეტყვი იცი აი ეს ნიუანსები მაინც ქართულად ესა როგორ ამო გაბრაზება ეს ხანაირია ვიდრე ივრითულად გაუბრაზდები ბავშვს იმას რო შეცდომას გააკეთეს ქართულად რასაკეთებ გაწიე და ივრითულად სხვანაირად მოდის გაიგე ქართულად უფრო გაიგებს ის გაიგე უფრო გაიგებს ის მაგრამ მე ეს უკვე გამოცდილი ვარ ამაში და ვიცი როგორ უნდა გავაკეთო ეგ ასეთი რამები გადავეცი ჩემ შაის ჩემ შანელს კიდო ბევრი იზრდება ჩვენთან ჩემი გაბი კიდო მე უფროსი ბიჭი მღამს კიდო ისიც პროფესიონალი მოცეკვაია ოღონდ ისეთ საქმეში მუშაობს რომ გვეხმარება კი უკვე შაის მიიღამს თელი პარადი შანელთან ერთად
და მე უკვე პატარებს ვზდი. მე პატარა ჯგუფი მყავს, ვზდი, როცა უკვე შევატყობ ისინი უკვე მზად არიან შაისპინ და შანელისპინ და გაბისთვის, გადავიყვან დიდებში. ესენი უკვე მიხედავენ. უკვე თვითონ ხედავენ. თვითონ ხედავენ უკვე. ესენი პროფესიონალები არიან. ენდობით უკვე ბოლომდე თელი პარადი ამათ მიყავთ. ეხლა კონცერტი რაც ჩავატარე მე-17 გეორგია და ერთი თვის წინ, სადაც კალბატონი თამუნა იყო ჩვენი სტუმარი. ჩვენ დაწვრილებით. 90% შაი და შანელის დადგმულია თელი პროგრამა. თელი ცეკვები. 90% ამათი დადგმული იყო ყველაფერი. რა თქმა უნდა, მე ოკეის ვამბობ, რასაც მანახებენ, რაც მომეწონება, რაც არა და რაღაცა შეცდომები შენიშნებს მივცდებ. ხო და მე ვენდობი მაგათ ბოლომდე და არ ვერევი. ოღონ უყურებ ისეთ რამეს რომ არ შეცდე. აპარა, ეს აუცილებელი. კი, ზევიდან. უკვე მოვიდა დრო რომ დავждე ფეხი-ფეხზე და ჩემ ნაყოფებს შეხედო და ისიამო, აბარა მოვიდა. მესმის ბატონო. მეც ვიღლები უკვე. ბედნიერი კაცი. ერთ თვეში 60 წელი მისრულდება. მეც ხო დასვენება მინდა ცოტა დამასვენეთ რა ცოტა. არა, ჯერ თქვენი დასვენება არ იქნება ბატონო დავით. არა, თქვენი ენერგიის პატრონი არა, ჯერ არ. გავაგზელებ, რაც ღმერთი მოგცემს ზალას, ყველაფერს გავაკეთებ, არ ვაპატიებ არავის. უნდა გავაკეთო წესიერად და ლამაზად, ისე დონე რომ საქართველოს გაეხარდეს და ჩვენ რასაც ვაკეთებთ ისრაელში საქართველოს ვასახელებთ. გენაცვალეთ, აი ეგ არის ყველაზე, აი ძვირფასი ახლა რაც თქვით, საოცრებას ამბობ თქვენ, იმიტომ რომ თქვენ იმდენად გაქვთ მართლა შესისხორცებული ქართველობა და ეს ფენომენი, რომ აი თქვენ თითოეულ სიტყვაში, თქვენს თითოეულ ემოციაში ეს ჩანს. ბატონო დავით, ახლა თქვენ გასაგებია და შვილები ქორეოგრაფებად გაიზარდნენ და თქვენს წიაღში და თქვენს გარემოცვაში სხვაგვარად ალბათ წარმოუდგენელიც იყო, მაგრამ საოცრება იცით რა არის, როდესაც თქვენი მოწაფეებიც შემდეგ ქორეოგრაფები ხდებიან, თქვენი აღზრდილები და ეს მაგარი დიდეა. ნამდვილად და ეს ძალიან დიდი დამსახურებაა, რომ მე აი ეს მოწაფეები თქვენი ისევ ქართულ ცეკვასთან არიან, აი ესე შესისხორცებული და მათ განსხეულებული აქვთ ეს ყველაფერი, ეს ღვთაებრივი ფენომენი, რასაც ქართული ცეკვა ქვია. ჩვენ ახლა აქ სტუმრად ყავს შესანიშნავი გოგონა, თქვენ წერან ახსენეთ ჩვენი ულამაზესი შანელი. მე ახლა ვთხოვ ჩემს შაის რო ცოტა ხანი დაგტოვოს და შანელი შემოგვიერთდება სტუდიაში და მე მინდა მას ვკითხო რაღაცები. მოგესალმები, აი ჩვენი ულამაზესი შანელიც მობრძანდა, შემოგვიერთდა და მე წერან თქვი რომ ბატონი დავითი მოწაფეებს ზრდის ქორეოგრაფებად მეთქი. რამდენი ხანია რაც უკვე დამოუკიდებლად აი ამ საქმიანობას ეწევი შანელი. ჩემი ულამაზი. პირველად გესხვი რომ აქ ყოფნა დღეს ესე ჩემთვის დიდი პატივი მართლა სპეციალურად ჩემთან ერთად რომ მასწავლებელი აქ არის და ჩემი ცეკვის პარტნერი ძალიან დიდი მადლობა. მადლობა შენ. რომ მოგვიწვიეთ. მადლობა. მე დავიწყე ვისწავლოთ 6 წლიდან. დიახ. ხო და 6 წლიდან. ბატონ დავითთან მიხვედით, ხო? 6 წლის რო ვიყავით ანსამბლში. ნიკოლ კიდმანს გავდა, გაიგე? ნიკოლ კიდმანს უძახოდი პატარა. ხო, მე უძახოდი. ნიკოლ კიდმან მოდი აქ ვეუნებოდი ასე უძახოდი. ფერებში მართლა და რაღაც იერი გავს, რაღაცა გავს. მაგრამ უფრო მაგარი გოგოა. ნუ რა თქმა უნდა ჩვენია და იმიტომ. არა, მართლა ეს გეგრია. გისმენში. მე დავიწყე და ცოტა ანუ იმიტომ ისრაელში არის ბევრი კულტურები, მარტო ქართველები არ არის და მე დავიწყე და არ ვიცოდი რა არის ქართული ცეკვა, რა არის ქართულის ანუ როგორ ქართული არ ვიცოდი. ხო, dasegeb. ჩემი სახლში სულ ველაპარაკობდნენ ქართულად და ჩემი მშობლები და ჩემი ბაბა და ბებია, მაგრამ მართლა როგორ ანუ გარეთ უნდა იყოს ქართველი არ ვიცოდი. და მე დავიწყე ვისწავლე ცოტა ნელა ვისწავლე მე მგონი საშუალო მოცეკვავი ვიყავი ამას გეუბნება ჯერ ხო ჯერ არ გავსულ არ ისეთ იმაზე გაიგე ეს მისი ბუნებიდან გამომდინარე თავმდაბლობა შესანიშნავი გისმენ შვილი მე ხო ვიცეკვე 18
ვიხავთ ის ხო? სანამ ჯარში წავედი. ხო, მე მივედი ჯარში, 3 წელი ვიხავი ჯარში. და ყველა მოსახვევები როცა დამთავრა სკოლაში, ხო მიდიან ჯარში და არ ბრუნდებიან. ხო. და მე როცა ვიხავით 18 წლის მეთქი როგორ უნდა გავშვით ეს ცეკვა? არ შემიძლია. გასაგებია. როგორ უნდა მიატოვო? როგორ უნდა მივატევო? კი ბატონო. ისე უყვარდა. ისე უყვარდა. ხო და როცა ვიხავი ჯარში ისე მოვედი და ვიცეკვე და ხოლა გავაკეთე და როცა დამთავრე ჯარი მე მოვედი და უთხარი რომ მიგაპარეკ რაც იცი. კი, ყველაფერი გასაგებია, მშვენივრად საუბარი. მინდა რომ გავაგზავნო თქვენთან. გავაგზავნო, დიახ. და მე აქ მოხვედი საქართველოში, შარშანი ხო, მოხვედი ერთი თვით და მეორეჯერ მე მგონი 2 ქვირით და ვისწეკვე აქ ნარდებში და აფხაზეთში. გამოვაგზავნეთ აქ რომ უფრო გამაგრებული იყო გაიგე. მე მეგონა ანუ ჩემი აზრით იყო რომ ეს იქნება ჩემი ბოლო გამოცდილება და всё უკვე ახალი რაღაცები უნდა გავაკეთოთ. მოვედი აქ ვიცეკვე და უფრო გამგიმაგრდა სიცილზარვაში. ეს უკვე მეთქი არ შემიძლია დავთოვოთ ეს ცეკვის გარეშე ცხოვრება არ შეგიძლია. ხო, ეს არის მიხვდი ამას. კი ბატონო, ეს არის მართლა გულით და სულით მიხვარს ძალიან ვაფასებ ამ კულტურამ, ცეკვა, ყველაფერი და მაგრამ ეს არ ნიშნავს რამდენი უნდა გავაკეთოთ მე, დავით, სულ იქნება ჩემი მასწავლებელი და სულ მადლიერი ხო, დიდი პატივი მაქვს ეს ადამიანი და მე სულ ვსწავლობ, ხო, დავით, უნდა რომ ჩვენ უკეთესი ვიქნები და სულ წინ წავწიო, ესაა ჩემი ფიქრები ყოველთვის. ხო და ეს მასეა ძალიან მიხვარს და ძალიან სასიამოვნოა და მე უკვე ვისწავლე ბევრი აქ რომ ვიხავი და ვისწავლე დავითიდან და იმიტომ ბევრი მაქვს მინდა კიდევ ვისწავლო და კიდევ გავამაგრებო და კიდევ ყველაფერი. კიდევ უფრო განვითარდე. მადლობა შვილო, მადლობა. უკვე ქორეოგრაფია ეს, თავისი ჯგუფიც აყავს მარტო სვაკალაკში. აბარა, ხულონში, იერუსალიმთან ახლოსა. თავისი ჯგუფი ყავს ერთი და ჩემთან მუშაობს როგორც ქორეოგრაფად და ზდის ჩვენ გოგოებს, ბიჭებსთან შაისაც ეხმარება და დიდებული, ესეთი ახალგაზრდა. მინდა წარმატებები გისურვო შვილი და ყველგან, სადაც კი ფეხი გადადგა, ყველგან დალოცვილი ყოფილიყავთ. არაჩვეულებრივი გოგონა ხარ, ჯერ ულამაზესი. აი კიდმან გავსო არა, კიდმაზე უფრო ლამაზი მინდა გითხრა. როგორ კიდმანიდან დავიწყოთ რო ვიზგა. გენაცვალე. ძალიან დიდი მადლობა შვილო. ბატონ დავით, ჩვენ წეღან ვახსენეთ თქვენს მიერ დაფუძნებული დიდებული ფესტივალი, რომელსაც ქვია გეორგიადა. თქვენ ახართ ამ ფესტივალის სულის ჩამდგმელი დამფუძნებელი და 17 წელია ეს ფესტივალი არსებობს. ეს უკვე 19 უნდა ყოფილიყო, 2 წელმა შეგვიშალა, ერთი კორონა იყო და მეორე ომია. ეხლაც ომია და იმიტომ იმ წელს არ გამოვიდა არ იყო ლამაზი რო ჩემ ეხლა გამიშალა იქ ხელები და დაგვეწყო ცეკვა და ჩვენი ხალხი იხოცება რაღაცა მიდის ისა და გადავწყვიტე არ გამეკეთებინა. ხალხი რეკამდა არა მე ვთხარი არა. ჩემი შვილები ომში იყვენ. ჩვენ ყველა ჯარისკაცები ვართ. სრულიად ობიექტი. ყველა ჯარისკაცები ვართ, ჯარისკაცები და ჯარისკაცები. მესმის. ჩემი მე ვინც გამიძლევს 18 წლამდე ჩემ ანსამბლში. ბიჭი და გოგო, მithumetes ბიჭები, ყველა მეომრები გამოდიან და სპეცნაზები გამოდიან ისრაელის ჯარის. მე ვინც გამიძლევს 18 წლამდე. იმიტომ რომ იმხელა წრთობას გადის თქვენთან სულიერ. მარტო ცეკვას არ ვასწავლებ, მე ბევრ ამას აბარა. სულიერს. აბარა, ჩემი შვილები კიდევ მეომრებიც არიან და კარატის ის არიან, სპეციალისტები. კი ბატონო, მესმის. დამყამდა, აი სპეციალად დამყამდა რომ ეცოდინათ ეს ყველაფერი, მეომარი ყველაფერი და იმიტომ საჭიროა ჩვენ ქვეყანაში, არიცი რა გამოხდება, არიცი რა მოხდება, არიცი უნდა იყოს მზად ყველაფრისთვის. კი ბატონო. ყველაფრისთვის. ბევრ ამას ვიტანთ, გადავიტანთ, ებრაელი ხალხი მაგრები ვართ.
ყველაზე მთავარია შვიდობა იყოს. აი შვიდობაზე ფიქრობთ სულ ყველა. კი ბატონო. შვიდობა. უპირველესი საზრუნავი. ყველამ დააღენოს თავისი ადგილი, თავისი ქვეყანა, თავისი მათ არ ეხოს არავის. აი არავის არ უნდა ეხოს ერთი მეორე. შვიდობა უნდა იყოს. აი ამას ვეხოცები დიდებულ ღმერთს. ჩამოაყალიბოს შვიდობა, სიმაძღრე, რომ ხალხმა თავისი შეინახოს, არავის არ ერჩოს. კი ბატონო. მესმის თქვენი ბატონო. მე წეგან აღნიშნე რომ ახლა ჩვენთან აქ სტუდიაში ზის ერთი ულამაზესი ქალბატონი მეთქი. ანსამბლ ლომისის დამფუძნებელი, ხელმძღვანელი, სულის ჩამდგმელი, ჩვენი ქალაქის ვარსკვლავი. ნამდვილად ასე შემიძლია ვთქვა. თამარ მელიქიშვილი, ჩემი თამუნა, ჩემი მეგობარი, რომლითაც მე ვამაყობ და ეხლა მე მინდა მოვიწვიო თამუნა სტუდიაში. მოგესალმები ჩემო უძვირფასეს. ჩემო თამუნა, მე ვიცი შენი ემოციები, შენი განწყობილება ზოგადად ეფრემაშვილების მისამართით და პირველ რიგში ბატონ დავითის მისამართით. ცოტა ხნის წინ შენ იყავი ისრაელში სწორედ აი ამ დიდებულ ფესტივალზე, რომელიც ჩვენ წეგან ვახსენეთ, გეორგია და მე არ დამავიწყდება, როდესაც ჩვენ სატელეფონო საუბარი გქონდა, შენი სასწაული ემოციები. აი ამ ემოციებში იყავი ჩაძირული და აი ხან ცრემლით მესაუბრებოდი, ხან რაღაცა განსაკუთრებული შენი ხო გიცნობ შენ როგორი პიროვნება ხარ და საოცარი სითბოთი, საოცარი სიყვარულით საუბრობდი იქ გატარებულ დღეებზე. ეხლა მინდა შენ მომიყვე აი ამ წლევანდელი ფესტივალის შესახებ, რომლითაც შენ აი ასე იყავი ემოციებით და გრძნობებით სავსე. მოგესალმებით პირველ რიგში, მადლობა თქვენ მოწვევისთვის, მადლობა თქვენ არაჩვეულებრივ ტელევიზიას იმისთვის, რომ ნამდვილად აკეთებთ ქართულ საქმეს. რაც შეეხება ახლა ჩემს ემოციებს, დღემდე ვარ ემოციებში და სხვათა შორის ჩემმა შვილებმა მითხრეს, ახლა ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ხშირად მიწერს სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობა და დედა რა გააკეთა ამ ხალხმა ესეთი, რომ არ დაასრულე ამაზე საუბარი, რა გააკეთა ამ ხალხმა, მე იქ ვნახე პატარა საქართველო, რაც ყველაზე მთავარია. მე იქ ვნახე, არ ვიცი, იმხელა სიყვარული, ღვთისწყალობით და უფლისწყალობით მყავს ისეთი სამეგობრო, იცი რომ ხვდები ისეთ საზოგადოებაში, არ მაკლია ყურადღება, არ მაკლია სიყვარული ადამიანების მიმართ, მაგრამ აქ იყო რაღაცა ძალიან გამორჩეული, ძალიან განსხვავებული. ხშირად, როდესაც ვარ გასული რომელიმე ქვეყანაში, რამოდენიმე დღის მერე სულ მიჩნდება ნოსტალგია და ერთი სული მაქვს, რომ დროზე დაუბრუნდე საქართველოში. მაგრამ ეს იყო ქვეყანა, საიდანაც წამოსვლა არ მინდოდა, იმიტომ რომ არ ვიცი, აი ყველა ჯერ თვითონ ეს ქართველი ებრაელები, ადამიანები, რომლებიც ჩვენთან ერთად ცხოვრობდნენ სასტუმროში, ბატონი დავითის სტუმრები, რომლებიც ამ ფესტივალს ესწრებოდნენ. ადამიანები, რომლებიც საერთოდ არ გიცნობენ, უბრალოდ იციან, რომ ხარ ქართველი. მოდიან, გეფერებიან, გიყვებიან თავის უბანზე, სად დაიბადნენ, სად გაიზარდნენ, გიყვებიან თავის მეზობლებზე, ბებიებზე, ბაბუებზე. მე ვნახე არანორმალური სიყვარული საქართველოს მიმართ. ხომ არიან რუსი ებრაელები, მარტო საქართველოს, მარტო ქართველი ებრაელები ხო არ არიან? რაც ქართველი ებრაელებს აქვთ, აი აქ სისხლში ქართული ჯიგარი, მოდი გემრიელად ვიტყვი. აი ესეთი ქართული ჯიგარი მე არ ამგონია რომ რომელიმე სხვა ებრაელს ქონდეს, რაც ქართველი ებრაელებს აქვთ. მე არ დავიღლები მადლობის გადახდით და დღესაც მინდა უღრმესი მადლობა გითხრათ იმ არაჩვეულებრივი დღეებისთვის. ჩვენ ერთი კვირით ვიყავით ქორეოგრაფთა აკადემიიდან, ჩემს ძვირფას სამეგობროსთან ერთად და არ ვიცი, ბატონი დავითი გადავყვა თან, აი რასაც ქვია ეს ქართული სტუმართმასპინძლობა. ყველაფერი ხო აქვთ ქართული და ეს შესხორცებული ყველაფერი ქართული, მაგრამ რაღაცა მაღალ მწვერვალზე აქვთ ეს ქართული სტუმართმასპინძლობა, ქართველებსაც რომ გაგვიყვება. მადლობა კიდევ ერთხელ იმ არაჩვეულებრივი დღეებისთვის, იმ ემოციებისთვის, რომელიც მე მთელი სიცოცხლის ბოლომდე გამყვება. არ ვიცი, აღარ საუბრობ ახლა იმაზე, რაც ვნახე შაის და შანელის ნამუშევრად. ძალიან ბევრმა ქართულმა ანსამბლმა დაიტრაბახოს აქ თავისი ჩაცმით, იმ კულტურით, რაც ქართულ სცენას უნდა.
კოსტიუმებიდან დაწყებული. შანელმა წეღან ძალიან მოკრძალებულად თქვა, რომ მე ნელ-ნელა და ძნელად თუ ცოტა ცუდად სწავლობდიო, მაგრამ თქვენ რომ ნახოთ შანელის სცენაზე, ის თავისი სკაპრო დაამთავრებს და გამოხედვა რო აქვს ისეთი. აქედან მოდის, ეს არ არის უბრალოდ მხოლოდ ნასწავლი. არა, შიგნიდან არ აქვს. ისე იმ ემოციით ვერ იცეკვებ. იმ ემოციით ვერ იცეკვებ, როგორც ცეკვავს შაი ეს არაჩვეულებრივი ბიჭი. და ეს არის გენეტიკური. ბატონი შალვა ეფრემაშვილისგან. მერე ბატონი დავითი. მერე უკვე შაი. არაჩვეულებრივი შვილები კიდევ ბატონ დავით 3 საოცარი შვილი ყავს და ყველაზე ემოციური და ამაღელვებელი იყო ბატონი დავითის შვილიშვილები აწაწუნები თვეების ბავშვებსაც რომ ეცვათ ანსამბლის მაისურები რომელსაც ეწერა შალვა და ანსამბლის ლოგოთი საოცარი მადლობა თქვენ კიდევ ერთხელ აი ამ სიყვარულისთვის პირველ რიგში იმისთვის რომ უზომოდ გიყვართ საქართველო უზომოდ გიყვართ ქართული ხელოვნება და ბატონი დავითი არის ადამიანი რომელიც როდესაც საუბრობს ქართულ ცეკვაზე მამაზე საქართველოზე ყოველთვის ეტირის ყოველთვის ვერ ვაჩერებ არ ვიცი რა ხდება კაცრი კაცი ვარ ვიცი ძმაკაცებში გასვლა კეიპი ყველა მამაზე რო დავიწყებ ლაპარაკს ვდნები კარაქისავით ვერ ვაჩერებ ვერაფერს მსახიობი ვარ ყველაფერი შემიძლია სცენაზე კიც ვაცინო კიც ყველაფერი კიც გავაბრაზო კიც ვაბრაზო კიც გამიბრაზდნენ ყველაფერი მამაზე რო ვიწყებ ლაპარაკს უკვე მეკეტება ყველაფერი ვერ ვაჩერებ ცრემლები მოდის ვითომ ბაღში ბავშვისავით რაღაც სათამაშო რო წაარდეს რა ვქნა არ ვიცი და ამაზე მაპატიეთ რა ვქნა ოჯახმა იცის მეგობრებმა იციან სულ ყველა მიციან სულ ირიქით მე რო გავიცანი ბატონი დავითი პირველად მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენს არაჩვეულებრივ მეგობარს გიგლა თურქიას რომელმაც გაგვაცნო ბატონი დავითი და აი პირველი ემოცია რაც იყო როდესაც დაიწყო ხა რო შეხედავთ ბატონ დავითს აქვს ესეთი მკაცრი ადამიანის იმიჯი და ესეთი ვერ იტყვით რომ ესეთი გულშვილია და რომ დაიწყო პირველი შეხვედრა რომ დაიწყო მამაზე საუბარი და ესეთი მკაცრი გამომეწყოლების კაცმა რომ გადმოყარა ცრემლები მე ზოგადად ცნობილი ვარ რომ ვარ ძალიან მტირავა ხო მე ხო ავყევი მე რომ მივედი სახლში ამას ყველაფერს ვუყვები დედას მაგრამ რო ვუყვები მეც დავიწყე ტირილი და დედა რომ ისმენს დედაც ტირის თელი საქართველო და ისრაელი ავატირეთ აეროპორტში და ეს აეროპორტის მე ჩაგიგდეთ თქვენი სტადიები კიდე მე აუცილებლად ვაჩვენებ და კიდე რა ქნეს ამათმა ფესვების მუსიკა ჩაგდეთ უფრო დაეთ მე მოვკვდი ლავს მის ხურებისა გიგლა იღებდა ამას და გიგლამ კიდე გვიან დაიწყო გადაღება და კარგი ეს ცნობილია რომ მე საერთოდ მტირავა ვარ მაგრამ ჩემს გვერდით მყოფიეს მამაკაცები ჩემი მეგობრები ესე იგი თყვილად არ იმიტომ რომ ნამდვილად ემოციური იყო ის ერთი კვირა ისე ვიყავით ერთმანეთს შახუტებული რომ ეს დაშორება უკვე ჩვენთვის და მე ეს დროზე წავიდეო ამბობს თორე უკვე გაწიწო და აი აღარ შემეძლო დავტევე ესენი აეროპორტში გავიქეცი უკვე კი ჩანსი კადრო ეს კივერზე რო ავდივარ თქვი ერთი ლექსი და ვსია უნდა წავიდე და გაიხარე იცოცხლ დავით აბა ბედნიერად გაიხარე ხალხი იყურებ ვინ არის რას ლაპარაკობს რა და იქიდან ალექსი გითხარით კიბიდან რო გვეძახდით შორიდან აბა გითხარით აბა მიყვარს ჩემი საქართველო მიყვარს მისი მთადაველი და იმოდა ერთად ვიყოთ ქართველი და ებრაელი გაუმარჯოს ქართველებს გაუმარჯოს ებრაელებს აი ამაზე უკეთესი ფინალი რა უნდა ყოფილიყო ამ გადაცემის ხო არ გნებავთ რაიმე დაამატოთ და რაიმე თქვათ მე მინდა რომ თქვა აი ასეთი რამე მე ჩვენ მივიღეთ უფლება
ბატონ ალეკო ქართოლიშვიდან, ის საქართველოს ქორეოგრაფთა აკადემიის პრეზიდენტი, გიგლა თურქიადან, ქალბატონ თამუნადან, თელმა ფამალიამ მოგცა უფლება, რომ ჩვენ გეგვეხსნა ისრაელში ქორეოგრაფიული კავშირი. და მე ვარ აკადემია და მე ვარ ამის თავმჯდომარე. და ჩემთან ერთად არიან ჩემი მოადგილეები, სუხიშვილის მოცეკვაები, რომელიც ისრაელში არიან, ორივე ქართველი ებრაელები არიან. ერთი ილო ბააზოვი და მეორე თამას ციციაშვილი. და ეხლა ჩვენ ამას ჩამოვაყალიბებთ უფრო ლამაზად, წესიერად, რომ ამ ქორეოგრაფიას ისრაელში რომ მივხედოთ. დავიაროთ, ნახოთ, სადაც გახსნილი ჯგუფები არის ჩვენ ქალაქში, არის აჟდოდ ქალაქში, არის ხულონში, ეხლა შანელმა გახსნა ხულონში, არის ნარიაში, არის აშკელონში, ჩემი ილოს ბააზოვის და გვინდათ რომ ეს შეინახოს შენახული იყოს პროფესიონალი დონეზე. და მე ვამაყობ ამითი რომ სუხიშვილის მოცეკვაები ჩემი მეგობრები არიან და ჩემი ძმაკაცები არიან ისრაელში. და მაგათ მაიციან მე რომ სუხიშვილის მოცეკვაე ტაჟდა მიგრამს და დავით მაგარი ხარო, აი ძალიან მაგარი რაღაცა გააკეთო, აი ესაა ჩემი სიამაყე. რომ მე საქართველოში დაბადებული, ისრაელში გაზრდილი, ისრაელში ვისწავლით ცეკვა, რომ საქართველოს ტაჟ ვიკრამს. აი ეს მინდოდა. მე ევროპაში შემიძლია ყოველ ორ თვეში გავიდე ჩემი ანსამბლით. ჩვენ ვართ თავრობის ანსამბლი, ვართ ჩემი ქალაქ მერიის ანსამბლი, არ მენაღოლება არც ერთი ქალაქი ევროპის. მე მინდა საქართველოში რომ ჩამოვიდე ჩემი მოცეკვაები და ეს უკვე სამჯერ ჩამოვედი მე 2011-ში ჩვენებურებთან. გამოვედი ჩემი ანსამბლით, მე 2017-ში იყო თუ 19-ში იყო, 19-ში და ეხლა 2 წლის წინ თუ 3 წლის წინ ჩავატარეთ 50 წლის იუბილე სენაკიდან დავიწყე, მე მოვედით ართოლში და 1 წლის წინ ჩავატარე ისრაელში. უკვე 50 წელი შეუსრულდა ჩემ ანსამბლს. ნახევარი ცხოვრების გზა გავლიე, ნახევარი კიდო გასავლელი გვაქვს. აუცილებლად გასავლელია ზუსტად ერთი. როგორ ამბობ, მე რა რომ წლები გავიდა თეთრი გამიჩნდათ მაშინ. ჩემო კედლებო ისე მიყვარხართ, როგორც მიყვარდით მაშინ. მე რა რომ წლები გავიდა, თეთრი გამიჩნდათ მაშინ. ჩემო ბიჭებო, ჩემო კარგო ხალხო, ისე მიყვარხართ, როგორც მიყვარდით მაშინ. ბრავო. ბატონ დავით, უღრმესი მადლობა. უღრმესი მადლობა თქვენ, უღრმესი მადლობა შაის, უღრმესი მადლობა შანელს, უღრმესი მადლობა თქვენს ამ დიდებულ დინასტიას, ეფრემაშვილების, აი ამ წარმოუდგენლად დასაფასებულ დინასტიას, რომელიც საქართველოდან შორს ისრაელის წმინდა მიწაზე ქართული კულტურის და კონკრეტულად აი ამ უზარმაზარი მისტიკური ფენომენის ქართული ქორეოგრაფიის პოპულარიზაციას ეწევა. უღრმესი მადლობა. ქეთს ვიხრი თქვენს წინაშე, მადლობა ჩემს ძვირფას მეგობარს, ჩემს დახატურს, ჩემს ულამაზეს თამუნა მელიქიშვილს და მე მინდა ახლა ჩემს მაყურებელს დაუტოვო ულამაზესი კადრები აი ამ დიდებული ანსამბლის ერთ-ერთი ცეკვიდან, რომლითაც ვფიქრობ, რომ თქვენ დარწმუნდებით, რომ ქართულ ებრაული ურთიერთობა ეს მიწაზე კი არ გადაწყვეტილა, ეს გადაწყდა ზეცაში. დიდი მადლობა, კარგად ბრძანდებოდეთ. პირიქით დიდი მადლობა ჩვენი მოწვევისთვის და ჩვენი პატივისცემისთვის. იცოცხლით. მთელ საქართველოს დიდ მადლობას ვეუბნები. იცოცხლით. და ჩემთვის საქართველო თლიანია, მე არ გავყოფ არავის. არც ქუთაისლებს, არც მეგრელებს, არც საქართველოა და მე როცა საქართველოში ვარ, მე სცენაზე ვიმყოფები და მინდა რომ ვითამაშო ლამაზად და წესიერად და ისეთ დონეზე, რომ დონე იყოს შენახული. ჩვენ ვართ ელჩები საქართველოსი. იხარეთ ბატონო დავით. გაიხარეთ. კარგად ბრძანდებოდეთ. ვინც ამშობლო თავის შრომით ასახელოს. გაუმარჯოს ისრაელს და
გაუმარჯოს საქართველოს. ორი ჩემი სამშობლოა, სურს ორივე შემოევლო. ვენაცვალე ისრაელს და ვენაცვალე საქართველოს.